კარგი თანამიმდევრული ტიპები არიან, კარგად ყველაფერს სწავლა იქნება, შრომა იქნება. Ამ თვალსაზრისით არა აქვთ ესეთი ჩავარდნები და სინუსოიდები მაგალითად, რომ ხან კარგად ასრულებენ, ხან ცუდად ასრულებენ, მაგრამ როდესაც საქმე მიდგება მთავარ მომენტზე, სადაც უნდა გაცხადდეს მათი წარმატება, მაგალითად გამოცდა, ხო? აი გიციან ხოლმე ჩაფლავება. მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ კვლავ შევხვდით ერთმანეთს და ისევ ვაგრძელებთ ოჯახურ დამღებზე საუბარს და მივადგეთ უკვე მე-6 დამღას, რომელსაც ქვია წარმატება თავსატკივარია. წარმატება თავსატკივარია საკმაოდ გავრცელებული დამღა არის და ეს არის ძირითადად შეზღუდვა რაღაცა ტიპის წარმატებაზე, შესაძლებელია იყოს ბედნიერებაზე და ასე შემდეგ. ეხლა მოდით მივხვდეთ რა მექანიზმი მუშაობს აქ და აქედან გამომდინარე მე შეგვიძლია უკვე რომ ვცვალოთ და უფრო კონკრეტული სახელები მოვარგოთ ჩვენ დამღას. წარმატება თავსატკივარიაზე როცა ვსაუბრობთ, არ შეიძლება რომ ერთგულების სქემები არ ვახსენოთ, რასაც ქვია დედის ერთგულების სქემა, მამის ერთგულების სქემა. და როდესაც დამღურია ეს სქემები, ბუნებრივია, აქ არის ერთგულება ნეგატივისადმი და არა პოზიტივისადმი. მაგალითად, უკვალურად რამდენიმე დღის წინ ოჯახურ განლაგებებში ჰქონდა ესეთი кейსი, როდესაც ახალგაზრდა ბიჭი უჩიოდა იმას, რომ ვერ კონცენტრირდება ამოცანებზე, ვერ აღწევს ამოცანებს, რაღაც აუფასურებს ყველაფერს, თუმცა არა მხოლოდ, თქვათ, მიღწევების მიმართულებით, არამედ ურთიერთობებშიც. როდესაც დავაყენეთ სისტემური განლაგება, იქ გამოჩნდა, რომ იყო საკმაოდ ტრამვული მამის ბედისწერა და მამის ხაზი და რამდენადაც ამ ახალგაზრდა კაცს მამა ფაქტობრივად არ ახსოვდა, ის დიდი ხნის გარდაცვლილი იყო, მას ჰქონდა დანაკლისი მამისადმი, მით უმეტეს ბიჭისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის მამის ფიგურა ოჯახში და ჰქონდა სურვილი, რომ რაღაცნაირად მოეხდინა საკუთარი იდენტიფიცირება, აღიქვა, ასე ვთქვათ, მამის კონტექსტში. ანუ რას ნიშნავს ეს? რომ აი რაღაცი დამგვანებოდა თავის მამას და ამითი ერთგულებინა მამისთვის, მამის მსგავსი ყოფილიყო, ვთქვათ, ანუ მამის ხატი ინტერნალიზირებული ქონოდა შიგნით, თითქოს მასში ყოფილიყო მამა. არის ესეთი სურვილები და მოთხოვნილებები არაცნობილ დონეზე, რა თქმა უნდა, საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე. ამიტომ მამა არ იყო წარმატებული ადამიანი და ესეთი ტრაგიკული მოკლედ ფინალი ჰქონდა, საკმაოდ ახალგაზრდა გარდაიცვალა და ის შევიდა მამის ერთგულების სცენარში და მას ჰქონდა არაცნობილი პროგრამირება, რომ მამასავით წარუმატებელი იქნებოდა. შესაბამისად, ერთგულების სქემა ნეგატიური კონტექსტით ამ შემთხვევაში მამასთან იყო და ზუსტად მივიღეთ დამღა წარმატება თავსატკივარია. საკმაოდ მნიშვნელოვანია ამ დროს მოიხსნას ეს დამღა, იმიტომ რომ ეს ახლა ბევრი მიმართულებით შეიძლება მუშაობდეს. და გამოხატული არის ხოლმე ხშირად ესეთნაირად, რომ აი თითქოს ყველაფერი რომ მიეწყობა ერთმანეთს, ის არის რომ აი უკვე რაღაცა შედეგები უნდა მივიღოთ, რაღაც რეზულტატები უნდა ვნახოთ ჩვენი შრომის და მიდის ესეთი აი თვითსაბოტაჟის მსგავსი ქმედებები და აი ადამიანი თქვათ კარგავს ინტერესს, აუფასურებს ამას და ანებებს ამას თავს და შედეგად ტრიალებს აი მუდმივად ამ ანკერწრეზე. დაახლოებით ეს სცენარი შეიძლება არ იყოს მხოლოდ წარმატებასთან, სცენარი შეიძლება იყოს ბედნიერებასთან და ხა ნელ-ნელა ჩავშლით ყველაფერს. მოდით მივყვეთ გარემოებას და კიდევ ერთი გარემოება, ეს არის ფარული კონკურენცია აღმზრდელსა და აღსაზრდელს შორის. ბავშვი ისჯება თუ უკეთესია უკეთ პირობებში, ან უკეთეს დროში ცხოვრობს. ხო, კონკურენცია ძალიან დიდი თემაა მშობელსა და შვილს შორის. განსაკუთრებულად ეს არის ხოლმე ერთი და იგივე სქესის მშობელსა და შვილს შორის, ხო? მამა, ბიჭი, დედა, გოგო. ბევრი მიმართულება შეიძლება იყოს აქ, არის ამაში მშობლის, ესეთი ვთქვათ, გაუცნობიერებელი შიშები და შფოთვები საკუთარ დაბერებასთან დაკავშირებით და ის, რომ მის შვილში ხედავს ახალგაზრდას, რომელსაც ყველაფერი წინა აქვს და ეს ამ ტიპის რაღაცა კონკურენციაში შედიან ერთმანეთთან, მესმის მშობელი შედის შვილთან, მესმის რომ ახლა ეს არ არის ხოლმე ესე ცხადად გააზრებული. და გარკვეული რაღაცა ეჭვიანობების ნიუანსები შეიძლება ჩნდებოდეს ამ დროს და ბუნებრივია იწყება ბავშვის დათრკუნვა, თქვათ ამ პირდაპირ ან რაღაცა ესეთი ფარული აგრესიის გზებით. კონკურენცია შეიძლება იყოს მშობელსა და შვილს შორის ძალიან ბევრნაირად გამოხატული. მაგალითისათვის, ძალიან ბანალური მაგალითი. ჭადრაკს თამაშობენ მამა-შვილი. ან დედა-შვილი არ აქვს მნიშვნელობა და ყოველთვის იგებდა მამა და ერთ დღესაც მოიგო შვილმა.
და მამაოსი ცხადად გაღიზიანდა ამის გამო. ხო, შეიძლება ეს რამეები ხდება ხოლმე, ხო? და შვილმა იგრძნო, რომ როდესაც მოიყვანო, როდესაც წარმატებას მიაღწია, დაკარგა მშობლის მხარდაჭერა, მშობლის სიყვარული და მშობლის აღიარება. ხო, თითქოს დაისაჯა ამის გამო. ამიტომ მას არაცნობიერი პროგრამირება შეიძლება დაეწყოს იმაზე, რომ წარმატება მისთვის არის თავსატკივარი, იმიტომ შვილს პირველ რიგში მშობლის სიყვარული და მხარდაჭერა ჭირდება. ასევე შეიძლება იყოს ეს გამოხატული მაგალითად ასეთ გარემოებაში პირდაპირ кейს გეტყვით ჩვენი ერთ-ერთი ტრენინგიდან, როდესაც მამა მუდმივად ეუბნებოდა შვილს, რომ როდესაც ეს ბიჭი რაღაც მოიტანა კარგ ნიშანს სკოლიდან, სულ ეუბნებოდა, რომ რა სკოლაში დადიხარ შენ რა ათიანების ღირსი ხარ მათემატიკაში, მაგალითად ჩემ დროს ათიანებს ვინდა გიწერდა ესე, მე ესეთი მასწავლებელი მყავდა, კაცრი, ან ჩემ დროს სად იყო ესე, შენ დროს რო არის, ანუ შენ ყველაფერი მორთმეული გაქფიანდაზე, მე ყველაფერს თულად ვაღწევდი და ასე შემდეგ. ანუ აი ეს ნარატივია, აი რაღაცნაირი შეჯიბრებითობის ნარატივი არის თითქოს, ხო? და უსამართლობის განცდა როცა აქვს მშობელს ამასთან დაკავშირებით. და რას იგებს ამ დროს შვილი, რა თქმა უნდა, იგებს მხოლოდ იმას, რომ მაშინ როდესაც ის კარგად არის, მაშინ როდესაც მან წარმატებას მიაღწია, მაშინ როდესაც მას თუნდაც რაღაცა მიეცა სამყაროსგან, თავისუფლად ის ამის ღირსი არ იყო და იწყება უკვე არაცნობიერი პროგრამირება ამის დაბლოკვაზე, რომელიც ძალიან ხშირად გამოიხატება ხოლმე კიდევ ერთხელ ვიმეორებ თვით საბოტაჟის გზით. ასევე შეიძლება იყოს ეს მაგალითად არ არის წახალისებული ბავშვის ქმედებები და აქტიურობა. ახლა არ მცალია, მაგალითისათვის პატარა ბავშვმა დახატა რაღაცა ნახატი, ან რაღაც მოთხრობა დაწერა, რაღაც უნდა რომ მისი წარმატება გაუზიაროს თავის მშობელს, ან მაგალითად მოუყვეს სკოლაში რა მოხდა, დედა ან მამა არიან დაღლილები, ბავშვი მოდის თავისი წარმატების გასაზიარებლად და მშობელი ამის ემოციურად მზად არის, ეუბნება რომ დამანებე ხა თავი ხა არ მაქვს შენი თავი. შვილმა მხოლოდ ის გაიგო, რომ გაღიზიანდა მშობელი, მაშინ როდესაც მას უნდოდა საკუთარი წარმატების გაზიარება და გადავიდა პროგრამირება უკვე წარმატების საბოტაჟზე, ხო, თვით საბოტაჟზე. ასევე შესაძლებელია ეს იყოს პერფექციონისტი მშობლები, რომლებიც მუდმივად თავის შვილს ეუბნებიან, რომ უკეთ შეგეძლო და თქვათ ესეთი მუდმივი მოთხოვნები, რომლებიც არ მთავრდება. ეს ძალიან კონტრპროდუქტიული ქმედება არის, გასაგებია რომ მშობელს ყველას უნდა რომ თავის შვილი იმაზე უკეთესი იყოს და იმაზე მეტი შეძლოს, ვიდრე აკეთებს ეს შვილი და თქვათ რაღაცა მოწოდებები რომ გახდი უკეთესი და წინიარე, ერთის მხრივ ეს აბსოლუტურად ნორმალურია, მაგრამ მეორეს მხრივ ზომიერება აქ ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ძალიან ხშირად როდესაც აი ეს ნარატივი არ მთავრდება და მუდმივად უკეთ შეგეძლო, მუდმივად ვიღაცას ვადარებთ ამ ჩვენ შვილებს, შემოდის პირიქით ის ფიქრი ბავშვში, რომ რაღაცა მომენტში უკვე ხვდება, რომ ეს აღარ შეუძლია, რომ ეს წარმატებები, რომელსაც მოითხოვენ მისგან, მისთვის მიუღწეველია. აი ძალიან ხშირად არის ხოლმე ასეთი რამ. ხშირად ეს ემართებათ პირველ შვილებს. იმიტომ რომ აი მთელი დატვირთვა მოდის ხოლმე პირველ შვილზე. მეორე მესამეზე იმდენად აღარ არის ხოლმე. მესამე შვილებს სხვა სქემა აქვთ და იქ სხვა შეზღუდვებია ხოლმე, მაგრამ მე ნათქვამიც მაქვს ვიდეოებში, რომ არის პირველი შვილის სქემა, მეორე, მესამე და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ხშირად არის ხოლმე პირველი შვილის სქემა. მოდით გადავიდეთ ახლა გამოვლინებებზე, თუ რა გამოვლინებები შეიძლება გქონდეს ამ დამყას. პირველი და კლასიკური, რა თქმა უნდა, ეს არის რომ ვერ აღწევენ მიზანს, კმაყოფილდებიან მცირედით, გონიათ რომ ვერასდროს გაიმარჯვებენ. აი რაღაცა ისეთი კომპლექტაცია ფიქრების და შეგრძნებების. აი თითქოს გამარჯვება მათი ხვედრი არ არის. თითქოს ნორმა არის დამარცხება. თითქოს ნორმა არის ვერ მიღწევა მიზნის. აი თითქოს როცა აღწევენ მიზანს, მეტი შფოთი აქვს მაგალითად, ხო? და აი ასევე აი კმაყოფილდებიან მცირედით. რომ რაღაც არის მივიდა თვითონ თველამდე და ოკეი, მშვენიერია კიდევ კაი, რომ ეს შეუძლია. აი ადარებენ საკუთარ თავს მაგალითად უფრო უარესებს ყოველთვის, უარეს სცენარებს. მოკლედ აი ესეთი რაღაცნაირი შუალედური აი ვერ ვიტყვი რომ თუმცა შესაძლებელია ეს იყოს ლუზერის სცენარები, ხო, დამარცხებულების სცენარები. მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება ეს იყოს ესეთი საშუალო სტატისტიკურ რაღაც ფრეიმში გაჭედილი ადამიანი.
მაგათ ეძახიან მედიოკრებს, ანუ ესეთი მედიოკრული აზროვნების ადამიანი იყოს, თუმცა ლუზერებიც აქ ყავს ხოლმე. აქვს არარეალური მოლოდინები და შეხედულებები წარმატებაზე, ძალიან ხშირად ხდებიან პერფექციონისტები. ჩვენ გვესმის, რომ პერფექციონიზმი ეს არ არის სწრაფა უკეთესობისაკენ, ეს არის თვითრწმენის დაბალი გამოვლინება და მარცხის ძლიერი შიში, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ თუ რამეს გააკეთებს საუკეთესოდ, ან საერთოდ არ გააკეთებს და ასეთი აღქმა აქვს სამყაროსი საკუთარი თავის და ხშირად აკრიტიკებენ სხვა ადამიანებს, რომელსაც იდეალურად რაღაც არ გამოსდით, მაგრამ სინამდვილეში ეს არის მარცხის შიში და ეს არის რაღაცნაირი ესეთი მეთოდი ტვინის, რომ გაამართლოს საკუთარი უმოქმედობა. რანაირად შეიძლება გააკეთო რაღაცა, თუ არ დაისწავლე, ხო? რანაირად შეიძლება რომ რაღაცაში დახელოვნდე, თუ მანამდე არ გექნება წარუმატებლობების რაღაცა გამოცდილება ადამიანს. მაგრამ ამ ადამიანს იმდან ტრავმა აქვს და ამ წარუმატებლობის, აიწონა იმდენად ტრავმულად არიან გამოვლინებულები, რომ ურჩევნიათ, რომ საერთოდ არ გადადგან ნაბიჯი, ამიტომ და ამას პერფექციონიზმით ხსნიან ხოლმე. კარგად სწავლობენ, მაგრამ გამოცდაზე ფლავდებიან. ეს ძალიან საინტერესო გამოვლინება არის ამ დამღის სხვათა შორის. ანუ ნახეთ, საკმაოდ თანამიმდევრული ადამიანები არიან, ხა აქ არქეტიპული პორტრეტი ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ თუ მაგალითად მეომარი მამაკაცის შემთხვევაში და ამორძალი ქალის შემთხვევაში მაღალია და ზოგადად მესამე კვადრატი მეომრების განვითარებულია, როგორც წესი ეს სცენარი აქვთ ხოლმე. ანუ საკმაოდ ისეთი კარგი თანამიმდევრული ტიპები არიან, კარგად ყველაფერს სწავლა იქნება, შრომა იქნება. ამ თვალსაზრისით არა აქვთ ესეთი ჩავარდნები და სინუსოიდები მაგალითად, რომ ხან კარგად ასრულებენ, ხან ცუდად ასრულებენ, მაგრამ როდესაც საქმე მიდგება მთავარ მომენტზე, სადაც უნდა გაცხადდეს მათი წარმატება, მაგალითად გამოცდა, ხო? აი გიციან ხოლმე ჩაფლავება. გასაგებია, რომ ემოციური ფაქტორი აქ ყოველთვის მუშაობს ხოლმე. ასევე შეიძლება იყოს ვერ ინარჩუნებენ წარმატებას, ხშირად ბანკროტები არის ხოლმე ბიოგრაფიაში ბევრი, ვერ იღებენ ბედნიერებას წარმატებისგან, აი მაგალითად აგროვებს ფულს, იყიდის სახლს, მაგრამ ბედნიერი მაინც ვერ იქნება. მოდით ამაზე ვისაუბროთ. არაერთხელ მქონია განსაკუთრებულად მამაკაცებთან სცენარში, რომ ყვება მაგალითად კლიენტი, რომ მიაღწია წარმატებას, მე გავბანკროტდა, მე მეორჯერ მიაღწია წარმატებას, ისევ ბანკროტი და აი ვეკითხები ხოლმე, რომ რანაირად შეიძლება, რომ ვერ ამდენჯერ იყოს ერთი და იგივე რაღაც. საერთოდ როცა ბიოგრაფიაში რაღაცა მეორდება, ის დამღაა ნებისმიერ შემთხვევაში. ყოველთვის უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება. ხო, ანუ თითქოს გაუფასურება ხდება ამ წარმატების, თითქოს წარმატებას ვერ ინარჩუნებს ადამიანი. და ეს ძალიან ხშირად არაცნობიერი სტრატეგიაა ხოლმე. მე მყავდა ერთი კლიენტი, რომელმაც თქვა, რომ შენ არ იცი რამხელა დრაივი არის, როდესაც ყველაფერი რომ დაგეშლება და ყველაფერს თავიდან იწყებ. ანუ უკვე ტვინს მეორადი სარგებელიც კი ქონდა, ხო? ანუ ჰორმონალური დამოკიდებულება ქონდა ამაზე და რა თქმა უნდა ეს დამღა იყო. ვიმუშავეთ სხვათა შორის ძალიან წარმატებულად იმ შემთხვევაში, ძალიან საინტერესო მამაკაცი იყო, რომ საშუალო ასაკის, რომელსაც ისეთი საინტერესო ბიოგრაფია ქონდა გავლილი და კარგი მაგალითი იყო ამ кейსის. ხო, ასევე აი მაგალითად ეს, როდესაც სულ რაღაც ადამიანი ხელმომჭირნე ცხოვრობს, აი რაღაცა სულ იკლებს რაღაცა მიზნისთვის, ხო? ვთქვათ, ფულის ეკონომია მუდმივად, ან აი არაძლევს საკუთარ თავს რაღაცის უფლებას. რაღაცა მიზნისთვის. მიაღწევს ამ მიზანს და მე ამით ითქმობაც ვერ ხდება. ანუ აქ და ახლა ცხოვრება საერთოდ არ არის. არის სადღაც მომავალში ცხოვრება მუდმივად და ის მომავალი მე კიდე გადაიწევს და ფაქტობრივად აქ არის შეზღუდვა წარმატება ბედნიერებაზე და თუ მიაღწევს, მაშინ გააუფასურებს იმას და უკვე ახალ ამოცანას რაღაცას წარმოიდგენს ხოლმე ტვინში. ასევე შეიძლება იყოს აუფასურებენ საკუთარ თავს, ასევე შეიძლება რომ აუფასურებდნენ სხვას, საკუთარ და სხვის საქმეებს, მიღწევებს და ხშირად აგვაქვს ასევე თვითმარქვევის კომპლექსი. ბუნებრივია, თუ წარმატება პრობლემა არის, გაუფასურება უნდა ხდებოდეს საკუთარი შესაძლებლობის და თუ ეს ხელმძღვანელია სხვისი შესაძლებლობებისაც, იმიტომ რომ მათთვის უსაფრთხოება უდრის წარუმატებლობას. ნებისმიერი დამღა გადის უსაფრთხოებაზე. ანუ რომელიღაცა ნეგატიური პროგრამირება ზის ტოლობაში უსაფრთხოებასთან. აქ შეიძლება იყოს ისეთი მძიმეც კი, როგორც პირველი არის, მაგალითად, მოკვდი არ იყოს, სიკვდილი უდრიდეს უსაფრთხოებას. ამ შემთხვევაში წარუმატებლობა უდრის უსაფრთხოებას, ხო? და ბუნებრივია ხდება გაუფასურება შედეგების, მიღწევების და ასე შემდეგ. ნუ თვითმარქვევის კომპლექსი ასევე ძალიან ხშირად არის ხოლმე თვითმარქვევის კომპლექსი ერთად პერფექციონიზმთან
წარმოდგენილი ადამიანებში თვითმარქვა ეს არის განცდა იმისა, რომ არ მეკუთვნის რაც მაგ, შემთხვევით მაგ, გამართლებით მაგ, რაც იღბალი იყო და ასე შემდეგ. აი თითქოს ის მიღწევები, ის პოზიციები, ან ის ადამიანები, რომლებიც გვერდზე ყავთ, ან ის ცხოვრება, რომელიც აქვთ, მათი დამსახურება არ არის და რაღაცა შანსის და შემთხვევის დამსახურებაა და აქ პრობლემა არის ის, რომ აზროვნება არის ესეთი, რომ ქარის მოტანილს ქარი წაიღებს, რომ ამას დაკარგავენ ადვილად, რომ გამოჩნდება, რომ ისინი არ იმსახურებენ ამ პოზიციაზე ყოფნას. აი თითქოს აქ განცდა, რომ ატყუებენ საზოგადოებას. საკმაოდ გავრცელებულია თვითმარქვის სინდრომი. ზოგადად ყველგან და საქართველოშიც მათ შორის. ასევე მუდმივად ამტკიცებენ, რომ ეკუთვნით წარმატება და ღირსნი არიან აღიარების. აი ნახეთ, რეაქციის ფორმაცია ხდება. თუ პირველ შემთხვევაში არის განზიდვა წარმატებისკენ, მეორე შემთხვევაში ზედმეტი მტკიცებულებაა იმისა, რომ მე მეკუთვნის წარმატება, მე დაგიმტკიცებ, რომ შემიძლია რომ ვიყო წარმატებული. იგივე დამღარი რეაქციის ფორმაციით მეორე კუთხიდან წარმოდგენილი. როდესაც ადამიანი ზედმეტად ამტკიცებს იმაზე, მთელი მისი ცხოვრება არის მიძღვრილი იმაზე, რომ დაადასტუროს, დაამტკიცოს ის, რომ წარმატება ეკუთვნის, რა თქმა უნდა, ეს იგივე დამღარი, რომ მის ტვინში ამასთან მიმართებაში რაღაცა ტიპის პრობლემა აქვს, ხო? და აქ ხშირად არის ხოლმე, რომ ირთვება მეტაპროგრამა პროცესზე და არა რეზულტატზე. აი ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მუდმივად არიან პროცესში და რეზულტატებს ვერ აღწევენ. მაგალითად, წერალი, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში წერს წიგნს და მინდა ზუსტად გითხრათ, რომ ეს წიგნი არასდროს არ დაიწერება. ეს წიგნი დღის სინათლეს ვერასდროს ვერ ნახავს. რაღაცა პროცესი მუდმივად, მაგრამ აი ეს არის, რომ უნდა მივიდეს შედეგთან, ანუ წარმატება წარუმატებლობის თემასთან და პროცესში ისე უკან ჩაბრუნება ხდება, ხო? ანუ ესეთი ცოტა ჩახვევა ამ პროცესზე და არა რეზულტატზე მიღწევა. ეს იყო დამღა ნომერი 6, რომელსაც ერქვა წარმატება თავსატკივარია და ამით მე დღეს გემშვიდობები თქვენ და შევხვდებით უკვე შემდეგში, შემდეგ დამღაზე, მეშვიდე დამღაზე ვისაუბრებთ. შეგახსენებთ, რომ სულ არის 12 ოჯახური დამღა. მე წარმატებებს გისურვებთ.